მათგანი ძებნის შედეგად გაიგო, რომ რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტები ახალციხის, დიგმისა და ზაჰესის იზოლატორებში გადაიყვანეს, სადაც მათ წინააღმდეგ კვლავ მანკიერი პრაქტიკა გამოიყენეს და გააშიშეს. ადვოკატების ცნობით, რამდენიმე მათგანს პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად ხილული დაზიანებები აღინიშნებათ. კადრებში, რომლებიც ფორმულამ გადაიღო, ნათლად ჩანს, როგორი მეთოდებით ადებს ხელბორტილებს პოლიცია საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდებს. ჩვენ რა ვნახეთ, რომ დღეს იზოლატორში ათეობი ქალები არიან დაკავებულები, ბიჭები არიან დაკავებულები, თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან რეჟიმს და ის მანკიერი პრაქტიკა ხო ისე გრძელდება იზოლატორებში, ქალების გაშიშვლება, გოგოების გაშიშვლება და კანონი მაინც წაიკითხეთ, ხო, ჩვეულებრივად შესაძლებელია ელექტრო ხელსაწყოთი გასინჯო ადამიანი. რეჟიმი არც საკუთარ შვილებს ინდებს. 23 დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისგან ერთ-ერთი ანიკი ჩრდილელია, რომელიც ქართული ოცნების საკრებულოს პროპორციული სიის მეათე ნომრად რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ წარადგინა. ოთარ ჩრდილელი ამ დრომდე არ გამოხმაურებია საკუთარი შვილის დაკავებას. ის არც ფორმულას ზარებს და შეტყობინებებს პასუხობს. კომენტარები არც ქართული ოცნების სხვა წევრებისგან მოგვისმენია. პარლამენტში ანუკი ჩრდილელის საკითხზე დღეს კითხვებზე პასუხები არავის გაუწია. ანუკი საერთოდ არ იცოდა რაზე იყო დაკავებული, იმიტომ რომ არანაირი უბრალოდ მომვარდნედა დამაკავესო, არანაირი საფუძველი არ ყოფილა დაკავების, საერთოდ საერთოდ გაუგებრობაში იყო და სანამდროებით მოთავსების იზოლატორში არ მოვინახულე, მანამდე არც იცოდა საერთოდ რა საფუძვლით და რატო იყო დაკავებული. დაწერეთ ოთარ ჩრდილელის შვილზე, მის შესახებ გაავრცელეთ ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიც გაავრცელეთ. ეს პარტიამ დაგავალათ, ქალბატონო თამთა, თუ თქვენი ინიციატივით იმოქმედეთ ასე. ოთარ ჩრდილელს შეუთანხმეთ მაინც ეს გადაწყვეტილება, როცა ამ წევდით. ოთარ ჩრდილელი საქმის კურსში. არანაირ კომენტარს მე თქვენთან სენსიტიური დემონსტრანტების დაკავებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ეს მას შემდეგ, რაც გუშინის სალომე ზურაბიშვილმა უმოქმედობაში დაადანაშაულა და დასვა კითხვა. ასეთ ვითარებაში სადაც სახალხო დამცველი. დღეს ლევან იოსელიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაზე საუბრობს და პოლიციელებს მოუწოდებს, რომ მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეწყვიტონ. სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე და კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. დაშინებისა და პროტესტის ხმის ჩახშობის მცდელობა. ასე აფასებენ სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები დაპატიმრებების სერიებს. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება ახლა მათში შიშის დანერგვას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ბრძოლას არ შეწყვეტენ, ვიდრე თითოეულ სინდისის პატიმარს არ გაათავისუფლებენ. ეს ადამიანები, ვინც აქედან უკვე ბევრი დაკავებული არის და არანაირად არ შეეშინდებოდა, თუმცა ვინც დააკავეს და პირველად დააკავეს, ამ ადამიანებს მე მგონი მეტი мотиваცია ექნებათ, რომ იბრძოლონ და არანაირად ეხლა ეს ხელს არ შეუშლის. პირიქით ძალიან კარგი პრაქტიკა დაფიქსირდა, ძალიან კარგად გამოვცადეთ დროის რო ეს დღისით გადაკეტვა გზის, პარლამენტარების შეწუხება და ასე შემდეგ, ეს ძალიან კარგი იყო. 23 ადამიანი გამოგვაცალეს ხელიდან და მაგრამ დავიცით, რომ ისინი დაბრუნდებიან და ისევე ძველ რითმს დაუბრუნდებიან და ყველა ის უსამართლო განაჩენი და ის სიტყვები რაც გუშინ გაჟღერდა და იქნება გაპროტესტებული და ყველა იქნება თავისუფალი. 23 სამოქალაქო აქტივისტის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შოთა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ჯერჯერობით ყველა მათგანი წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება და სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა თუ რა ტიპის სანქციას დაუწესებენ ახალგაზრდებს საპროტესტო აქციაზე ხდომისთვის. მათ 4000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე პატიმრობა.